მივესალმები ჩემს უძვირფასეს აუდიტორიას და ალბათ ამ ბოლო ხანს გამოგელიათ შეთქმულების თეორიები, მეგობრებო. დღევანდელი ჩემი ვიდეო იქნება ექსკლუზიური, განსაკუთრებული, რადგანაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მსოფლიოში ყველაზე დიდებულ პოლიტიკოსზე, კომედიანზე, უკრაინელი განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერზე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე წარმატებულ დიქტატორზე, ვოლოდიმერ ზელენსკიზე. მეგობრებო, ჩვენ როგორც გითხარით, არაერთხელ გვისაუბრია უკრაინა-რუსეთისა და ზოგადად ამ კონფლიქტის შესახებ, მაგრამ ბევრი კომენტარი ხდებოდა ჩემი გამოწერებისგან, უცხო იქნება გვითხრა და აგვიხსნა და მოგიყვე, შენ ხო გახასიათებს შეთქმულების თეორიები და მსგავსი სახის კონტენტი შენ არხზე. სადაურია რეალურად ვოლოდიმერ ზელენსკი? არის თუ არა რეალურად უკრაინელი? იმიტომ რომ დღეს რო კითხო შიგევროპელებს, აკაცუკებს, მედასავლელებს, ევრობიუროკრატებს, ყველას, ანუ ზელენსკი მათთვის არის რაღაცა უდიდესი პოლიტიკური ფიგურა რა. ანუ დაინტერესებულა უკრაინელი ხალხი სადაურია რეალურად წარმომავლობით ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელიც საკუთარ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 2014 წელს არის, რომ ფაქტობრივ მასალას მოგიყვანთ, ღიად, საჯაროდ ამბობს, რომ ის არის ებრაელი. Родную страну. У меня еврейская кровь, я говорю по-русски, но я гражданин Украины. Я люблю эту страну. დღეს ამ საინტერესო ვიდეო გელოდებათ. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ანუ დაალაიქეთ უეჭველი ვიდეო, იმიტომ რომ რაც მეტი ლაიქი აქვს ვიდეოს, მეტად ვრცელდება ეს ვიდეო და ბევრი ადამიანი ნახულობს. ასევე გამოიწერეთ არხი და ჩართეთ სარიზღილაკი რო არ გამოგჩეთ ძალიან მაგარი ვიდეოები. მოდი ახლა გადავიდეთ ამ შედევრ ვიდეოზე. Родную страну. У меня еврейская кровь, я говорю по-русски, но я гражданин Украины. Я люблю эту страну. Все. С такими евреями мы великий народ. Спасибо. ანუ 2014 წელს ზელენსკი ამბობს, რომ მე მაქვსო ებრაული სისხლიო, ებრაული წარმომავლობის ვარო, მაგრამ ვარ მოქალაქე უკრაინისო, მაგრამ საუბრობ რუსულად. მოდი კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, ვინც ვერ გაიგეთ. Родную страну. У меня еврейская кровь, я говорю по-русски, но я гражданин Украины. Я люблю эту страну. Все. С такими евреями мы великий народ. Спасибо. ხო, ეს თავისი პირით მინდოდა ეთქვა ჯერ რო ეხა ვიღაც არ დაებრალებინა პროპაგანდისტი ხარო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგ ხალხს. ეხა მოდი შემდეგზე გადავიდეთ. სხვადასხვა ესეთი რაღაცები პოლიტიკაში არის ძალიან ტრენდი რა. აი, ოდესმე თუ პოლიტიკაში მოვედი ხალხნო და აი ამ ხალხის გარემოცვაში გავიჩითე, არ დამინდოთ. დამიჯერეთ, არ დამინდოთ. ხო, აი, ეხლა მინდა კიდევ ერთხელ შევეხო აი ამ პროცესიას. აი ამ ძალიან საინტერესო პროცესს, ბატონი ვოლოდიმერ ზელენსკი იყოფება ძალიან საინტერესო ხალხთან ერთად. მოდი კიდევ ერთხელ ნახოთ. ხო, საინტერესო ხალხთან ერთად, იმიტომ რომ ზოგადად პრეზიდენტი მსოფლიო პრეზიდენტები, მე ამაზე ვიდეო მაქვს, ისრაელის კედელს რო კოცნიან და ამით აღთქმა იდება, რომ ემსახურები დიდებულ შენ სამეფოს. რაღაც რიტუალი არსებობს პოლიტიკაში, მე არ ვიცი, ჯერ ხა პოლიტიკაში არ ვარ, მაგრამ ვინუჟდენი ხარ, მოდი ესე ვთქვა ჟარგონულად, რომ შენ ეს გააკეთო. ანუ რაღაცის სახის აი კოვენანტური კავშირიდება, არ ვიცი, აი შენ ეს თუ არ გააკეთე, კაროჩე პოლიტიკოსად ვერ დგები. ან რაღაც რიტუალი ტარდება რა, ესეთი, ეს ნუ ჰანუკას თუ რაღაც გავს სახის რიტუალია ყოველ შემთხვევაში, მაგრამ აღტკინებული დგას. ეხა მინდა შემდეგი ცოტა პრიკოლი ვიდეოა, მოდი. ხო, აი ეხა უყურეთ, რეალურად მოდი ზელენსკის წარმომავლობაზე ვისაუბროთ. ხა ზელენსკის წარმომავლობა არის ებრაული, როგორც გითხარით, მისი მშობლები და მისი წინაპრები იყვნენ საბჭოთა კავშირში მაცხოვრებელი ეთნიკურად ებრაელი ხალხი, რომელიც ასევე ჰოლოკოსტს შეეწინნენ, რამდენადაც მე ვიცი, ნუ ესეა ისტორიულად ცნობილი. მისი წინაპრები ებრძოდნენ ფაშისტებს და ამას პუტინსაც აქვს ნათქვამი, რომ ვალოდია ჩვენ ერთიანად ვებრძოდითო ფაშისტებსო და ახლა შენ მათ მხარეს ხაროთ, რაღაც გავს შინ არ სისუთხრა ეს კიდე ომი და ახალი დაწყებული რო იყო. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ზელენსკის კარიერას. ანუ ეს ადამიანი იყო ჩვეულებრივი მსახიობი. ანუ კომედიანტი. არაერთი კომედიური ტიპის ეხლა რომელსაც თქვენ განახებთ აქვს ჩაწერილი ადრეულ წლებში. რუსეთში აქვს ცნობილ კირკოროვის კლიპშიც აქვს მიღებული მონაწილეობა. ეხლა რო ყოვლად ანტირუსად ისე წარმოგიდგა თქვენ სინამდვილეში რუსეთში აქვს ძალიან ბევრი ფული მას ნაშოვნი.
რუსეთში აქვს სამსახიობო კარიერაც გამოვლილი. პრეზიდენტი პუტინის თანდასწრებითაც აქვს ესე ვთქვათ სკეჩი ჩატარებული. ეს ყველა ჩემმა გამომწერმა იცის, მათ შორის ის ყველაზე საშინელი კადრები, რომელიც არსებობს, რომ როგორ დაცინის ქართულ ჯარისკაცებს, რომლებიც 2008 წლის რუსეთის ოკუპაციაში შეეწინნენ, ანუ ეს ყველაფერი რეალური ფაქტებია, რა თქმა უნდა. ანუ იყო ჩვეულებრივი კომედიანტი, მსახიობი. პუტინსაც კი აცინებდა რეალურად. მოულოდნელად იჩითებ, ანუ მათ სერიალი გამოვიდა, ქართულად დამოიწყდა რა ერქვა მას, ხალხის ლიდერი თუ რაღაც ეგეთი, სადაც მონაწილეობს ზელენსკი, ანუ ასრულებს, ანუ კომედიანტი როგორ ხდება პრეზიდენტი, ანუ დაახლოებით ეს შინაარსი აქვს, მაგრამ ფილმია თუ სერიალი და რეალურ ცხოვრებაშიც ზუსტად ანალოგიურად კომედიანტი ხდება უკრაინის პრეზიდენტი. მოდი ხა შევაფასოთ მისი ნიჭი სამსახიობო. Юлий. География. Где находится вершина, на которой предревние инки? ანუ ალბათ ამ ხალხის გამომეტყველებაზე ჩანს ხომ ის кринжи, რაც ახლა ამ სტუდიაში ტრიალებს რეალურად, ხო? Устраивали свои дикие брачные игры, когда они брали вот эти вот штуки. ანუ ეს არის ხალხურ უკრაინის პრეზიდენტი. ანუ ეს არა AI არ არის, ეს არის რეალური კადრები, ერთ-ერთი სკეჩი, სადაც ის ასრულებს, არ ვიცი, ორგაზმის ხმებს გამოსცემს ამ სკეჩის დროს თუ რა, მე ვერ დავადგინე, მაგრამ ალბათ თქვენ თუ დასკვნას გამოიტან დაწერეთ დაბლა კომენტარებში. И я не успеваю задать вопрос. Антон. ეს არის რასია ერთი ხალხი. ანუ ეს არხი ხა სადაც ის სტარტდება, ეს შოუ, სადაც იგივე ეს არის რუსეთის პროპაგანდისტული ერთ-ერთი ტელევიზია. რასია ძინ ესე ქვია. აი ლოგოსაც ხედავთ ნახეთ, მარჯვნივ ერთიანი როა წერია. რუსეთში, მოსკოვში რუსი აუდიტორის წინაშე უკრაინის მომავალი პრეზიდენტი პოზირებს და განასახიერებს სკეჩს. კომედიურ სკეჩს. მე არ მეცინებ ამ ყველაფერზე, მაგრამ თუ გეცინებათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. История. Однажды я с подружкой пошла гулять, и вот я долго шла, как это вдруг. ანუ ძალიან ეხა განახებთ შემდგომ კადრებს, ხო ეს უნიჭოდ შესრულებული შოუ არა, მაგრამ პუტინმა სერიოზულად გამიმა ზელენსკი. ანუ აი დისი ხო არა, PvP ბეტლი ხო გინახიეთ, PvP ბეტლი ხო, სადაც გადისავდა, ისიც გდისავს, ხო, ანუ ისეთი სახის პანჩლაინი გაუკეთა პუტინმა, ის შემდეგ იმას შეგირთვათ ხა, რომ სიცილი მართლა პირველად რომ ნახე სიცილით მართლა მოკვდი ხა, არ ვიცი რა რეაქცია მეკრე, მაგრამ სიცილით მართლა მოკვდი, რომ მოვისმინე. У меня много друзей евреев с детства. მე მყავსო ძალიან ბევრი ებრაელი მეგობარი ვარ, პუტინი ამბობს. უსმინეთ კარგად. Они говорят, Зеленский не еврей. ისინი ამბობენ, რომ ის არის ოქია, ზელენსკი არ არის ებრაელიო. Это позор еврейского народа. ეს შეურაცხყოფა არის ებრაელი ხალხისო, რომ ზელენსკი არისო ებრაელიო რა. აი მოდი ახლა ჩავთვალოთ ერთიანად არა მოწვედა და თქვენს გაგეცინებოთ. Друзей евреев с детства. Они говорят, Зеленский не еврей. Это позор еврейского народа. სასწაული პანჩლაინი ყო აი ყوارو აკეთებდა დაახლოებით ეგეთი რეაქცია უნდა ქონოდა. И это не шутка, не ирония, понимаете? Ведь на пьедестал почета в качестве героев Украины возведены сегодня неонацисты, последующие Гитлера. Вот Холокост — это уничтожение 6 миллионов евреев. 6 миллионов. 1,5 миллиона были уничтожены на Украине. И прежде всего руками бандеровцев. ანუ აქ რა სამობს ხა ისე აი წეგან რაც გითხარით ეგ არის რა, ანუ ჩვენი წინაბრები ვალოდიო ერთად იბრძოდნენ ფაშისტების წინააღმდეგ და შენ ხა ბენდა იმას რა ბენდერას დაჯგუფება რო არის ხო იცით უკრაინაში, ნუ მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო ბანდერა ცნობილი.
მაგაზია საუბარი, რომ შენ ხა პოზირებო და პოდიუმზე გამოდიხარ და რაღაცებს აკეთებ, როდესაც ჩვენ წინაპრები საერთო მტრებს ებრძოდნენ, რომ შენ ამ დროს მათ მხარეს დგახარ, ნუ ეს პუტინის ინტერპრეტაცია, ეხა ეს მე არ გამხვიოთ რომ ამ ყველაფერს ვიზიარებ, თემა ეგ იყო, რომ ეს punchline იყო ძალიან სასაცილო. ეხლა რაც შეხება, მოდი ხა იუმორისტული რაღაცები გვერდზე გადავდოთ ალხონ და მე მინდა რეალურად შევაფასოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ეხლა სერიოზული ხალხი ვართ და არ შეიძლება ესეც. პრობლემა აქ ის კი არ არის, რომ ზელენსკი არის წარმომავლობით ებრაელი. არაერთი დიდებული ებრაელი ლიდერი ყავდა მსოფლიოს, არაერთი. პრობლემა აქ არის ის, რომ ზელენსკი იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის რანგში, როდესაც უკრაინა გაიხვა ამ სისხლისღვრელ ომში, რომელსაც დასასრული ჯერჯერობით არ უწერია. როგორ შეიძლება აი უკრაინელი ხალხი დაფიქრებულა ოდესმე, როგორ შეიძლება შენ ქვეყანას ყავდეს ისეთი ლიდერი, რომელიც ეთნიკურადაც კი არ არის უკრაინელი? ანუ თელი პოინტი ამ ვიდეოს ის კი არ არის, რომ ზელენსკის აქვს სიონისტურ ებრაული სისხლი და აქედან გამომდინარე მე დავალაგე რაღაც კონსპირაციები. არა, ეს უფრო ღრმა არის და ამაზე საუბარს მე არ ვაპირებ. უბრალოდ მაქვს ერთი ძალიან ფუნდამენტური შეკითხვა. როგორ შეიძლება შენ ქვეყანას წარმოადგენდეს ისეთი პირი ეთნიკურად, რომელიც არ არის შენი ქვეყნის შვილი? აი ხა მაგალითად მე რო გავხდე იტალიის პრემიერ-მინისტრი. აი თქვენ ესეთ რა დონეზე მეყვარება იტალიელი ხალხი? რა ქართველებზე მეტად როგორ მეყვარება? საქართველოში ვარ დაბადებული, ეთნიკურად ქართველი ვარ 100%-ით. აქ გავიზარდი, აქ ყავს მეგობრები, აქ გავიარე მთელი ისტორია, მე რანაირად უნდა გავხდე იტალიის პრემიერ-მინისტრი, ხო? ან გერმანიის მაგალითად. რავი, ან ამერიკის, ან რუსეთის, ან ჩინეთის, ან ინდოეთის, ან რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ანუ ოდესმე დაფიქრებულა უკრაინელი ხალხი სერიოზულად, რომ მათი წინამძღოლი, მათი სულიერი ლიდერი, მათი მატერიალური ლიდერი, მათი მთავარი დისტრიბუტორი ამ სესხებისა და ესე ვთქვათ, ნუ შეგვიძლია უწოდოთ უკვე ზელენსკის კლასიკური განმარტებით არა, მაგრამ რეფორმისტული განმარტებით დიქტატორი უკრაინის, იმიტომ რომ უკრაინაში არჩევნები არ ტარდება. მიზეზად კი ის მოაქვს, რომ უკრაინა თითქოს ომშია და არ შეუძლია ჩაატაროს არჩევნები, როდესაც ჩვენ გვახსოვს ისტორიული ფაქტი, როდესაც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩერჩილის პერიოდში ჩატარდა ბრიტანეთში არჩევნები, ჯერ კიდევ როდესაც იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთი ამ გაგანია მეორე მსოფლიო ომში. ანუ მართლა მაინტერესებს უკრაინელი ხალხი თუ დაფიქრებულა ამ ყველაფერზე. რომ კაცი, რომელიც ამჟამად უკრაინას განაგებს და რომელიც პასუხისმგებელია თითოეული იმ ადამიანის სიკვდილზე, რომელიც ამ წუთას ფრონტზე მიმდინარეობს, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ მიდის არც ერთ მოლაპარაკებებზე, თავი არიდეს და ბრიტანეთის ჩარევით ჯერ კიდევ სტამბოლის კონფერენცია ჩაიშალა, სადაც უნდა შეთანხმებულიყვნენ უკრაინა რუსეთი დაზავებაზე. ამდენი ახალგაზრდა გმირი უკრაინელი რო ყდება, ამდენი დედა რო ხდება საკუთარი შვილიდან გამომდინარე იცავენ შავებს. ამდენი ცოლი რო ქვრივდება. მათი ლიდერი ეთნიკურადაც კი არ არის უკრაინელი. რომელიც პლუს იყო კომედიანტი, მსახიობი. რომელიც პოზირებდა რუსეთის პრეზიდენტის წინ ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ, მოულოდნელად ეს ადამიანი ხდება უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც თავიდან იძლეოდა დაპირებებს, რომ უკრაინა რუსეთთან გადაწყვეტავდა რაღაც სამშვიდობო მოლაპარაკებებს, აირიდებდა ომს და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვანაირად მოხდა ყველაფერი. დაირღვა მისკის ხელშეკრულება, გაიზარდა ანტირუსული ისტერია აღმოსავლეთ უკრაინაში. ადამიანი, რომელმაც არ გააფრთხილა საკუთარი მოსახლეობა, როდესაც რუსეთის აგრესია იგეგმებოდა თებერვალში და რუსეთი როდესაც შეიჭრა საკუთარი მოსახლეობა, ამას მომზადებელი შეხვდა. ნუ თუ არ დაფიქრებულა უკრაინელი ხალხი ამ ყველაფერზე. მიდობდეს იმის ფონზე, რომ მე უკრაინელი ხალხი და უკრაინელი ჯარისკაცები გმირობის არაერთი მაგალითი გამოვლიინეს ამ ომის დროს. გმირობის არაერთი მაგალითი. ნუ თუ არ არიან ის ჯარისკაცები ცოდონი, ის ქალები, ის ბავშვები, რომლებიც კვდებიან ამ ომში. რომ მათი ლიდერი ეთნიკურადაც კი არ არის უკრაინელი. და ვინმე მე დამაჯერებს ყოველივე ამ არგუმენტების შემდგომ, რომ ზელენსკის უყვარს საკუთარი ქვეყანა და ადარდებს უკრაინელი ხალხის ბედი, რაღაც ძალიან მაგრად მეეჭვება. ეხლა მე რო გავხდე იტალიის პრემიერ-მინისტრი, იტალია ჩავრთო გერმანიასთან ომში და თქვენ მე ხა ვინმე დაიჯერებთ იმას, რომ იტალიელი ხალხი მიყვარს და მაგ ხალხისთვის ბრძოლობ რეალურად? არა, ხო, რატო? იმიტომ რომ ვარ ქართველი. და საქართველოში ვარ დაბადებული კასტილი, ეთნიკურად ქართველი. მეგობრები ქართველები მყავს, ნათესავები ქართველები მყავს. ჩემი გამომწერები ქართველები არიან.
მთელი ეს ორგანიზმი ქმნის სიყვარულს, ხო, შენი ქვეყანა როგორც ან პოლიტიკოსი როგორ უნდა იმსახუროს სხვა ქვეყანას ეთნიკურად, როდესაც არ ხარ იმ ქვეყნის შვილი უბრალოდ. ნუ რთული ამერიკელზე, ხო? ნუ ამერიკაშიც არსებობს კანონი, რომ ამერიკის პრეზიდენტი უნდა იყოს ამერიკაში დაბადებული. მაგრამ მე მაინც არ მიმაჩნია, ხა ბარაკ ობამა არ მიმაჩნია ამერიკის პრეზიდენტად, რომელიც აბსოლუტურად სხვა ეთნიკური წარმომავლობისა, უბრალოდ ამერიკაში დაიბადა. ხო და ასეთი რაღაცები ჩემთვის არის გაუგებარი. მართლა გაუგებარი. იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში იცმოდა კითხვა, რომ საიდან არის და მე არც ის მგონია შემთხვევით, რომ ზელენსკი ხდება უკრაინის პრეზიდენტი, არც ის, იმიტომ რომ არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა და ზოგადად უკრაინის ხელისუფლება, მათ შორის რუსეთთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად და სხვა სოფლიო გიგანტები, რომლებიც ამ ყველაფერში რეალურად მონაწილეობენ, განიხილავენ უკრაინის მიწას ახალ ისრაელად. ამაზე არაერთი შეთქმულების თეორია და კონსპირაცია არსებობს, რომელსაც საკმაოდ საფუძვლიანი აზრი აქვს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ის მიწები, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს, არის BlackRock-ის დაქვემდებარების ქვეშ. ანუ BlackRock-მა უნდა აღადგინოს ომი, როდესაც მორჩება. BlackRock-ი არის ლარი ფინკის, რომელიც ასევე არის ებრაელი, ეთნიკურად, ასევე რელიგიურად იუდეველი. ზელენსკის მოსვლა და მე იმისიც არ მიჯერა პლუს რომ ეხა რუსეთი და უკრაინა ამდენი ხანი ომობენ და რუსეთი უკრაინას ვერ ერევა. უბრალოდ არ მიჯერა ამ ყველაფრის. აი ჩემთვის არის დაუჯერებელი რამ რომ ზელენსკი რომელიც იმყოფებოდა ეხა მაგალითად რავი გიუმრის ბაზასთან რაღაცა 50 კილომეტრში რუსეთს რომ მომდეს ვერ მოახდენდნენ მაგალითად ზელენსკის ლიკვიდაციას. ესეც არ მიჯერა. მე მიჯერა რომ ეს ყველაფერი არის შეთანხმებული. თავიდან ბოლომდე. ეს მიწები იწმინდება როგორც ადამიანურად, როგორც ეკონომიკურად, როგორც ინფრასტრუქტურულად იმისათვის, რომ გასწორებულ მიწაზე, სადაც უკვე მოსახლეობა, ანუ 5 მილიონზე მეტი არის ადამიანის არის იძულებით გადაადგილებული უკრაინის იმ ტერიტორიებზე, სადაც ახლა მიმდინარეობს, მაგ მიწაზე უნდა დასახლდეს ახალი ხალხი. რატო შეირჩა ეგ მიწა? იმიტომ რომ ეს არის რიმლენდისა და ჰარტლენდის შეჯახების წერტილი. და პლუს ყველაზე ნაყოფიერი მიწები მთელს ევროპაში. საუბარი მაქვს უკრაინის აღმოსავლეთზე, სადაც ახლა მიმდინარეობს ომი. ნეტავ რა ეთნიკური ჯიშის ხალხი უნდა ჩაასახლონ იქ. მე ამ კითხვაზე პასუხს არ გავცე. ჩემმა გამოწერება ისედაც იციან ამ ყველაფერზე პასუხი. ჯერ ეს ომი არ მორჩენილა და ეს ომი კიდევ კარგ ხანს არ მორჩება იქამდე, სანამ უფრო მეტი ადამიანი არ გაიშლიტება, როგორც რუსი, ასევე უკრაინელი. რადგანაც ამ ყველაფერში არ მონაწილეობენ ამ წუთას არც რუსული მხარე დიდად, არც უკრაინული მხარე დიდად. აქ უფრო მეტად არის გლობალურად საქმე დალაგებული, ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ, რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო, სწორედაც ეს პროექტი რო განხორციელებული იყო, მაგიტომაც მოიყვანეს კომედიანტი, კლოუნი და ეთნიკურად ებრაელი ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინის მთავრობაში. და შემდგომ უკვე რაც ახლა დღეს ხდება. დღეს, როდესაც ადამიანები კვდებიან და ეს არის საშინელება, არის, რა თქმა უნდა, რუსეთთან ერთად სწორედ პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის პასუხისმგებლობა. და სანამ უკრაინელი ხალხი არ გამონახავს ზალას საკუთარ თავში, რომ ელემენტარული წარმოიდგინონ, რომ ის არის იმ ქვეყნის ლიდერი და მე ვნახე არაერთი კადრი მაქვს თქვენს გეკნებათ რა ნახი. თუ როგორ მიყავთ ძალით უკრაინელი ახალგაზრდა ბიჭები და ენტონი ბლინკენის რეკომენდაციის შემდგომ გაწევის ასაკმას დაიწია უკრაინაში 16, 15, 18, 17 წლის ბიჭები და მათ შორის უკვე მალე გოგოებსაც დაიწყებენ, მე დარწმუნებული ვარ. ძალით მიყავთ ფრონტზე და აომებენ იმ ომში, სადაც ისინი თავიდანვე არიან განწირულები. და ძალიან ბევრი გმირი უკრაინელი ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა და დაიცა საკუთარი ქვეყნის ნამდვილი სიყვარულით, როდესაც მათი ლიდერები იხრჩობიან კორუფციაში, როდესაც მათი ლიდერები აკეთებენ ფულს, როდესაც მათი ლიდერები არიან შეთანხმებული იმ დიდ პროექტში, რომ უკრაინა, როდესაც საბოლოოდ დედა იქნება ნატირები და ეს სადემარკაციო ხაზი გაივლის ისე, რომ დიდი ბრიტანეთის ნახევარი ტერიტორია უკვე იქნება სრულიად მიწასთან გასწორებული, შემდგომ დაიწყება ახალი ხალხის ჩასახლება იქ. რადგანაც ბევრი ქალები, ეს ცნობილი შემთხვევა არის, მაგალითად, როდესაც ისრაელის სახელმწიფო წარმოიშვა, ძალიან ბევრი უკრაინელი ქალი ჩაყავდათ ისრაელში იმისათვის, რომ ლამაზი გენეტიკა, ანუ გენეტიკურად აშკენაზებს ლამაზი შვილები და შვილიშვილები ყოლოდათ. ძალიან ბევრი უკრაინელი დღეს რო შეხედავთ, ახლა ისრაელის ჯარისკაცში რომ ძალიან ლამაზი გოგო ბიჭები არიან, საიდან არიან? შემთხვევით კითხვა გაგჩენიათ ოდესმე? იქიდან არიან, რომ აშკენაზები და მათი გენეტიკა რომ გალამაზებულიყო, ურევდნენ სლავურ გენეტიკას და ბევრი უკრაინელი ჩაყავდათ მანდ.
და დღეს რო ხედავთ IDF-ის ჯარისკაცები, რომ ესეთი ლამაზი გოგოები არიან, ვისი დამსახურება სემიტური სისხლის კი არა, არამედ სლავური შეერწყა მას და გენეტიკა გაუნჯობესდა. და უფრო ლამაზები გახდნენ. ბევრი გოგოა უკრაინაში, ბევრი გოგო ამაზე ცალკე შემიძლია ვიდეო გადავიღო, თუ როგორ ასახლებენ და როგორ ამრავლებენ სხვა ეთნიკურ ჯიშს სწორედაც უკრაინაში. რადგან ბიჭები ომის ველზე კვდებიან სამშობლოსადმი სიყვარული დახტკინებულნი, ხოლო მათი გოგოები კი მიყავთ სხვა ეროვნების ხალებს. ეს არის პროექტი, რომელიც ემსახურება უკრაინაში ახალი ისრაელის წარმოშობას. ჩვენ შეიძლება გაგეცინოთ ისევე როგორც გეცინებოდათ მაგალითად ეპშტეინის ფაილებზე, ისევე როგორც გეცინებოდათ კუნძულებზე, როგორც გეცინებოდათ სხვა შეთქმულების თეორიებზე, რომელშიც მე მართალი აღმოჩნდი და საბოლოო ჯამში 100,000-ობით ნახოთ ყოველად არ დამიგროვებია და მოვა ეგ დროს, ოდესაც მეც გავიცინებ. თან ისე გავიცინებ მე, რომ ძალიან ბევრი ადამიანს მართლა შერცხება ამ ყველაფერში, რომ ამ ტყუილებისა და ამ ზღაპრების ეგონათ, რომ ზელენსკია დიდი პოლიტიკოსი, ზელენსკის ათარდებს უკრაინელი ხალხი, ზელენსკია ესე, ზელენსკი არა. საბოლოო ჯამში ერთი ის შემიძლია ბონუსად გითხრათ, რომ რუსეთის ზევითაც, უკრაინის ზევითაც არიან ერთი ხალხი, იცით ალბათ ვისაც გულისხმობ, ორივეს პროექტი არის თავინებოლომდე ის, რომ უკრაინის ნაყოფიერი მიწები უნდა გახდეს ახალი იერუსალიმის ათვისების წერტილი. ეს ყველაფერი რეალური ძალიან მალე გახდება და ისევე გაიზიარებენ უკრაინელები საკუთარი ამ უმეცრებიდან გამომდინარე, რომელშიც ჯერ კიდევ 5 წლის თავზეც ვერ მიხვდნენ, რა დღეში არიან და რა დღეში ამყოფებს საკუთარი მთავრობა. აი როგორც დაიწყო ღაზის ამბავი და მიწასთან არის დღეს გასწორებული, იგივე ელის სწორედ უკრაინის იმ მიწებს, სადაც ახლა მიმდინარეობს ომი. მე ძალიან მეწოდება უკრაინელი ხალხი, ეს არ არის არანაირი სიცოცხლე უკრაინელი ხალხის პირიქით, ძალიან ვაფასებ მათ სიმამაცეს, ძალიან ვაფასებ მათ ბრძოლის უნარიანობას, მაგრამ უმეცრება არის ნომერ პირველი, რადგან უკრაინელი ხალხი აზრზეც არ არის ახლა რა პროექტი მიმდინარეობს რეალურად მათ მიწაზე. და მოვა ძალიან მალე ეგ პერიოდიც, როდესაც ჩემი სიტყვები გახდება რეალობა. და მერე უკვე უკრაინელი ხალხი რას გაუკეთებს საკუთარ კომედიანტ პრეზიდენტს, მაგასაც ძალიან კარგად ვნახავთ ყველანი ერთად პირდაპირ ეთერში. მოკლედ მეგობრებო, ეს არის რა თემაზეც მე მინდოდა საუბარი, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე, იმას საუბრობ, რასაც ყოველთვის ფიქრობ. მე არ მიმაჩნია რომ რომელიმე ქვეყნის ლიდერი უნდა იყოს სხვა ეთნიკური ჯიშის წარმომადგენელი არანაირად, რომ მე ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ მაგალითად საქართველოს რო ინდოელი მართავდეს, საქართველოს მას არ ეყარება, საქართველოს უნდა მართავდეს ქართველი, ბრიტანეთს უნდა მართავდეს ბრიტანელი, ამერიკას უნდა მართავდეს ამერიკელი, გერმანიას უნდა მართავდეს გერმანელი. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. მაგრამ დღეს რო უკრაინას საერთოდ სხვა ეთნიკური ჯიშის წარმომადგენელი ადამიანი მართავს, რაღაც ძალიან საიჭოთ დაემთხვა ამ ომებს, ამ მიწების გადაცემას და ამ ტოტალურ გენოციდს, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. რავი, დაწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და ლაიქეთ ვიდეო, ძალიან გთხოვთ, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და დროებით. შევხვდებით ძალიან მალე.